რით განსხვავდება ორი წარმატებული ადამიანი ერთმანეთისაგან? თუ ერთი ადამიანი ძალიან კარგად იცნობს საკუთარ თავს, ხოლო მეორე ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს. წარმატების განმარტება არის სხვადასხვა, ვისთვის რა არის წარმატება, თუმცა ამ შემთხვევაში მე ხაზს გავუსვამ კარიერულ და ფინანსურ წარმატებას. ადამიანი, როდესაც ადის წვერვალზე, აღწევს მიზანს წარმატებას. ადამიანები მას კიდებენ მოლოდინს. მოლოდინი იმის, რომ ის ადამიანი უნდა იყოს სულ წარმატებული და უნდა იყოს სულ წვერვალზე. ადამიანი, რომელიც ვერ იცნობს საკუთარ თავს და არ იცნობს საკუთარ თავს, ესეთი ადამიანი მთელი ძალით ებღაუჭება მიღწეულ წვერვალს, რომ იქიდან როგორმე არ ჩამოვარდეს და არ გაუძლოს ადამიანებს იმედები. ესეთი ადამიანები მალავენ ყველანაირ ტკივილს, ყველანაირ წაქცევას, დაცემას, ყველანაირ ჩავარდნას, რადგან ისინი თვლიან, რომ ეს არის სისუსტე და ეს ადამიანებამდე არ უნდა მივიდეს. ამიტომ მთელი ძალით ქმნიან ისეთ ილუზიას, თითქოს მიაღწიეს წარმატებას და მთელი ცხოვრება გაატარეს იმ წარმატების პიკში და ზენიტში. თუმცა ეს არის სიცრუე. და რა განსხვავება ადამიანმა, რომელმაც შეიცნო საკუთარი თავი, იცის მისი სუსტი მხარეები, იცის მისი ძლიერი მხარეები, იცის მას რა უნდა, იცის რა კატეგორიულად არ უნდა, იცის რას ეთანხმება და რას არ ეთანხმება. ესეთი ადამიანი, როდესაც მიაღწევს წარმატებას, რომელიც საკუთარ თავს იცნობს ძალიან კარგად, ესეთმა ადამიანმა უკვე იცის, თუნდაც მწვერვალზე მყოფმა, რომ შეიძლება ერთ დღესაც მოხდეს რაღაც და ჩამოვარდეს. თუნდაც დაკარგოს ყველაფერი, ან დაკარგოს ნაწილობრივ ყველაფერი, მათ შორის ადამიანებს გაუსროს ის მოლოდინი, რა მოლოდინით მასზე დააშენეს. და ჩვეულებრივია მისთვის ის, რომ უნდა იყოს სულ მიღწევის პიკში და იქიდან ჩამოვარდნა არის შეუძლებელი. ესეთი ადამიანი იაზრებს იმას, რომ შეიძლება ერთ დღესაც წვერვალზე მყოფი ჩამოვარდეს რაღაცა მიზეზის გამო დაბლა, თუმცა გაიაზროს რა მოხდა, რატომ ჩამოვარდა, რა შეცდომა დაუშვა და ძალიან სწრაფად მოახერხოს ისევ ავიდეს იმ წვერვალზე, საიდანაც ჩამოვარდა, ყოველგვარი დამალვის და სიცხვილის გარეშე. იმიტომ რომ ადამიანმა იცის, რომ ეს ყველაფერი არის ადამიანური და ის არ აძლევს ადამიანების მოლოდინებს იმის უფლებას, რომ მისი ცხოვრება და მისი ცხოვრების გზა გაანადგუროს. ადამიანი, რომელმაც იცის საკუთარი თავი, შეიცნო საკუთარი თავი და მიაღწევს წარმატებას, ესეთ ადამიანს ვერ გასრეს ვერც წარმატება და ვერც ერთ-ერთი მორიგი წარმატებულობა. მაგრამ ადამიანი, რომელმაც ვერ გაიცნო საკუთარი თავი, არ გაიცნო საკუთარი თავი და მიაღწია წარმატებას და რომელსაც დააკისრა ადამიანებმა, რომ ის უნდა იყოს სულ წარმატებული, თუ მოხდა რაღაც და ის ჩამოვარდა თავისი საკუთარი წარმატებიდან, ის აუცილებლად დარჩება ჩამოვარდნილი და კიდევ დიდხანს ფეხზე ვერ ადგება, იმიტომ რომ მას ეგონა, რომ ადამიანების მოლოდინი უფრო მეტი იყო და ვიდრე რეალობა. ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების შეცნობას, დალაგებას იწყებს საკუთარი თავით, ესეთი ადამიანი წაგებას თვლის გაკვეთილად. მაგრამ ადამიანმა, რომელმაც საკუთარ თავს აუარა გვერდი და ისე მოინდომა რაღაცების დალაგება და მიღწევა, ეს მიღწევები აუცილებლად მას გასრეს რაღაც ეტაპზე და ვერ მიღწევები მას ძალიან დიდ ტკივილს მიაყენებს. როდესაც რაღაცას გინდათ მიაღწიოთ, დარწმუნდით, რომ თქვენს თავთან ხართ და არა ადამიანების მოლოდინებს ამართლებდეთ. რადგან ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ყველაფერი